ეს რობოკოპებისთვის არის, სპეცრაზმისთვის და იმ პოლიციელებისთვის, რომლებიც არა კეთილსინდისიერად კი არა, არ ვიცი, კრიმინალები არიან დღეს, სამართალდამცავები იქცნენ კრიმინალებად. აქ წერია სიტყვები, ვინც აღიღოს მახვილი, მახვილითვე წარწყდეს. ეს არის უბრალოდ ჩემი მესიჯი, იქნებ ვინმეს ყურამდე მივიდეს და გაითვალისწინონ ესეთი რაღაცა, რომ ადამიანი უპირველეს ყოვლისა არის ღვთისხატად და მსგავსად შექმნილი და ღვთისხატების ხელყოფა და დამახინჯება არის ყოველად წარმოუდგენელი რაღაცა. ეს უბრალოდ არ შეიძლება რომ ხორციელდებოდეს, მით უმეტეს იმ ქვეყანაში და იმ სახელისუფლებო უწყებებში, რომლებსაც პრეტენზია აქვს, რომ ისინი ქრისტიანები არიან და სულ ამ თემით აპელირებენ, რომ არიან ქრისტიანები. თუ ქრისტიანები არიან, პირველ რიგში ეგ უნდა იცოდნენ, რომ ადამიანის ხელყოფა არის ყოველად დაუშვებელი, იმიტომ რომ ქრისტე, ჩვენ როგორც ვიცით, ეწამა ადამიანისთვის და მამაღმერთმა საკუთარი შვილი მსხვერპლად, ესე ვთქვათ, დასაკლელ მსხვერპლად შესწირა ადამიანს სწორედ. ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი რაც არის, ჩვენ ვიცით, ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, რუსეთმა ჩვენი სახელმწიფოებრიობა წაგვართვა. და ამ ყველაფერთან ერთად ჩვენი ავტოკეფალია გააუქმეს მათ, დაგვინიშნეს ეგზარხოსი. ამ პერიოდში მოგეხსენებათ, რომ ზუსტად ესეთი რაღაცები გაგვიკეთეს, შეებღალეს ჩვენი ეკლესიები, დააზიანეს, ზოგმა კირით გადაათეთრეს, ზოგადად პარაშუტის საწყობებად გადააკეთეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დაუკარგეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ეკლესიურობა. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის აქ, რომ ჩვენ ვებრძვით ამას, რომ ისევ იქ არ დავბრუნდეთ, სადაც ვიყავით, რომ ჩვენი ავტოკეფალია არ დავკარგოთ, თუნდაც ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ჩვენგან ზუსტად ძალიან სიმბოლურია ეს ყველაფერი, რომ ჩვენ დავიცვათ ეს. ყველაზე კარგი რაც არის და ყველაზე მთავარი აქ რაც არის, ილია მეორე, ჩვენი პატრიარქი ყოველთვის ბოლო დროიდან განცხადებებშიც განსაკუთრებით გამოხატავს ხოლმე, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპაში. ის ხაზგასმით და მკაფიოდ აღწერს ამ ყველაფერს. ამიტომ ჩვენ სწორედ დღეს გამოვედით, რომ ერთხმად გამოვხატოთ სასულიერო პირის შვილებმა, რომ ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპაშია. ეს ბრძოლა აუცილებლად ბოლომდე გაგრძელდება და ამ ბრძოლას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. აუცილებელია ყველას ესმოდეს, რომ ყველას მიღმა არის ის ადამიანი, ვის ღირებულებებზეც დგას ქრისტიანობა და ამ ქრისტიანობის ღირებულებებზე დგას ასევე ევროპა. და ყველა ადამიანის უფლებები უნდა დავიცვათ და დღეს ჩვენ ამას ვაკეთებთ. ჩვენ ვიცავთ ჩვენს უფლებებს, ჩვენს თავისუფლებას ვიცავთ, სიტყვის თავისუფლებას ვიცავთ. არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ იმ საღვთელოების პირებისთვისაც, რომლებსაც სურთ რომ რაღაცა თქვან, მაგრამ ვერ ამბობენ და ეს გვახსოვს ჯერ კიდე მიშას დროს და ახლაც არანაკლები მეორდება სამწუხაროდ. და გავიგოთ, რომ რეჟიმია, რუსულ რეჟიმში ვცხოვრობთ და საქართველო არასოდეს არ გახდება რუსეთი.